بطلوع الروح مقبول بتمنى تزول ეხლა ეს პოსტი ნორმალურია? ეს ბიჭი ამბობს, რომ სხვებს ეუბნები, რომ საქმე მაქვს და ვერ გამოვალო და ამ დროს სახლში ვზივარ და ვუყურებ ისრაელს, როგორ უწყობენ ჯოჯოხეთსა. ეხლა ეს ნორმალურია? ეხლა ეს ბიჭი ცდილობს დაამტკიცოს ის, რომ პალესტინელებს ჩაგრავენ და ვითომ აი ძალიან ჰუმანური ტიპია და ამიტომ უჭერს მხარს ისრაელის განადგურებას. ებრაელი ბავშვები არ გეცოდება იმაზე რომ ტერი ხარ, რომ პალესტინელ ბავშვებს გენოციდს უწყობენ. მე ძალიან მეცოდებიან პალესტინელი ბავშვები და ზოგადად მოსახლეობა, ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ შეიზიზღო რომელიღაც ჯგუფი და გახდე აბსოლუტურად მიკერძოებული. ნამდვილად არ სიამოვნებს, რაც ხდება და რაც იმართებათ პალესტინელებს, თუმცა ის იმას არ ნიშნავს, რომ ებრაელებს არ აქვთ თავის დაცვის უფლება და საერთოდ 1948 წლიდან რასაც უწყობენ და რასაც უკეთებენ და რამდენი უმიც მოუწყეს. აცადეთ ამ ხალხს თავის მიწაზე ცხოვრება მშვიდობიანად. კი აქვთ გადაცემები და კი ისრაელი უნდა შეაჩერონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოუწყო გენოციდი და ჰოლოკოსტი გავიმეოროთ და გავიესმაგოთ. რაც შეეხება კიდე ირანს, თუ გამოდიხართ და ამბობთ, რომ ირანს აქვს თავის დაცვის უფლება, ირანს თავის დაცვის უფლება კი არ აქვს. ირანმა ჯერ მოდის საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნოს 9 წლის ბავშვებს რომ ათხოვებენ და ჩვეულებრივი პედოფილია რომ აქვთ დაკანონებული და ქალებს რა დღეში ამყოფებენ. მოდით ჯერ ამაზე ვისაუბროთ, რა პედოფილია მიმდინარეობს ირანში და მე იმაზე ვისაუბროთ, თავის დაცვის უფლება აქვს თუ არა საერთაშორისო დონეზე. ჯერ შენს მოქალაქეებს უნდა მიხედო და მე უნდა აკეთო გარეთ რაიმე საჯარო გეოპოლიტიკური განცხადებები.